შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უფათო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიების დროც დადგა და პავლიკა და ლუკა თქვენთან ერთად ვართ. შევეცდებით დღესაც გაგახაროთ ისე როგორც ეს გავაკეთეთ წინა გამოშვების დროს. მიუსალმები ლუკა მაყურებელს, თავარი ამბავი შემდეგ კვირაში და რაღა დარჩა შემდეგ კვირაში, ეხლა უკვე შაბათიდან არის სანაკრებო თემა, სანაკრებო შეხვედრები და მე როგორც ყოველთვის ასე დროს ვაკეთებ ხოლმე, მინდა რომ წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იქ 21 ნაკრებსაც, მაგრამ მთელი ყურადღება ეხლა ჩვენი მიმართულია, რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდისკენ, ესპანეთში, ელჩეში ძალიან რთული შეხვედრა გველოდება და შემდეგ გადამწყვეტი მატჩი უკვე ქოჯაელში. რეგიონი თურქეთის, ხო? ხოჯაელი. სადაც თურქეთთან გადამწყვეტი შეხვედრა გვექნება. წინასწარ რთულია რამის თქმა, ორივე იქნება ძალიან რთული შეხვედრა ჩვენთვის. ესპანეთს ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდა. რამაც შეიძლება ცოტა ჩვენი შანსები გაზარდოს, კი, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ განშოულო აქვს ესპანეთი რა შემადგენლობით გამოვა მაინც. ესპანეთია და კი, ესპანეთია ნამდვილად და ბევრი კარგი ფეხბურთელი ხავს, მაგრამ წამყვანი მოთამაშეების დანაკლისი მაინც შეიძლება რომ უარყოფითად აიცახოს და იქნებ რაღაც ბონუს გულას გამორჩეთ, რაც მომავალში წაგვადგება და თუ არა და არ დაგვიმარცხებია ესპანეთი ესპანეთში. კი ბატონო, დაგვიმარცხებია და იმედი დავიტოვოთ, რომ წარმატებული იქნება ეს ორი შეხვედრა ჩვენი ნაკრებისთვის და შანსებს ამ ორი მატჩის მერე დავიტოვებთ, რომ მეორე ადგილზე გავიდეთ. მაგამ ბავშვი თავარი და გადამწყვეტი იქნება თურქეთთან დაპირისპირება და იმედია ყველაფერი ბევრად უკეთ ჩაივლის ვიდრე იყო დინამო არენაზე სექტემბერში. ხო, ის არ გავიხსენოთ, არ გვინდა. და მეც მჯერა, მე შევერთები გიორგის და რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს, სხვანაირად უნდა იყოს და თან რაღაც კარგ ფორმაში არიან ბიჭები და ინდივიდუალურად და ერთად თუ შექმნიან ამ შედეგს გაგვახარებენ რაღა თქმა უნდა. შეგვიძლია გავუყვეთ კიდეც ახლა რა თქმა უნდა თამაშებზე გადავალთ სულ მალე რაც მაყურებელს აინტერესებს, მაგრამ მე მგონი ეს თემაც არანაკლებ საინტერესოა ამ შემთხვევაში. ვავიღოთ ხო კვარას იგვეშინოდა ცოტა, იმიტომ რომ პატარა დაზიანება მიიღო ლიგა 1-ის შეხვედრაში, მაგრამ ვარჯიშებზე ვხედავთ რომ სრულად იტვირთება და იქნება ესპანეთთანაც და თუ რაღაც გართულების შანსი არის, შეიძლება რომ ესპანეთთან შედარებით ნაკლებად დაიტვირთოს და თურქეთთან სრულად უნდა იყოს. მიქაუტაძე ვხედავთ რა ფორმაშია, გაუტანა იუვენტუს, გაუტანა რეალს, იქ ზურიკო დავითაშვილი სენტეტიენში, მომის ყველა ტურში იტანს, ბოლო ტურში დუბლი შეასრულა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ჩემი აზრით არის, რომ ოთარ კიტეიშვილი დაგვიბრუნდა და იქნება ამ შეხვედრაში. ასე რომ ბიჭები მართლა სათამაშო პრაქტიკით არიან, კარგ ფორმაში არიან და მე თუ მკითხავ, ბევრი რამე გამოჩნდება უშუალოდ თურქეთთან დაპირისპირებაში, რამდენად კიდე ერთი ლეველი ზემოთ აიწია ვილისანიოლმა, იმიტომ რომ აი მწვრთნელის ამბავს ჩემი გადმოსახედიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უშუალოდ თურქეთთან შეხვედრაში, რა დასკვნები გამოიტანა თბილისში წაგების მერე და აი ამ კარგი შემადგენლობით რამდენად შეძლებს რომ სასურველი შედეგი დადოს უკვე სტუმრად თურქეთშიაც ძალიან რთული იქნება. ნახოთ ეს ყველაფერი გამოჩნდება. კარგი, მიუხედავად საქმეს, ხა კარგი იდეები იყო, მაგრამ მოდით სანაკრებო პაუზის დროს ნაკრებზე უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. და ნაკრებები უნდა ჩავწეროთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ხამას არ შევეხოთ. დავიწყოთ მაშინ მე დღეს. რამდენიმე ისეთი გამორჩეულად კარგი შეხვედრაა, რა თქმა უნდა ჩვენ ისეთ მატჩებს ავიღებთ, რომლის ჩაწერასაც თქვენ მოასწრებთ და შესაბამისად დავიწყებ მე შედეგით. ხო, ბოდიში ლუკა, ანუ ნაკრებებს რომც არ შევეხოთ, აღარ საკულტო თითქმის არაფერი არ არის და მაინც გვიწევს რომ შევეხოთ. სხვა სახეობები არის ბევრი. ხო. ხო, კარგი, ნორვეგია ისრაელი არის ესეთი მატჩი, აბსოლუტურად შეუჩერებელია ნორვეგია, არანორმალური რაოდენობის გოლებს იტანს. ეს ისრაელიც გამტანია, იმიტომ რომ ჯერ ნორვეგიას გაუტანა 2 და სახში სტუმრად ისრაელის შემთხვევაში სულ 1-ია, იმიტომ რომ თამაშობენ ნეიტრალურ მოედანზე და ხა მაინც გასვლაზე აქვს ისრაელს მატჩი. იტალიასთან იყო 4-5, ნორვეგიასთან 2-4, ანუ ძალიან ბევრი გოლი გადის და აქაც მოდი მე ვივარაუდებ, რომ ბევრი გოლი ამ მატჩში იქნება.
აბსოლუტურად ლოგიკურია ეს. მე მაგრად მგონია, ჰოლანდია არის, ყველა არის პრინციპში და შესაბამისად მოდით ჩავთ პირველი ჩემი ფსონი იქნება, რომ ბევრი გოლი გავა ნორვეგია ისრაელის მატჩში. ეხლა თქვენ გადაწყვეტეთ რამდენს აიღებთ. 2.5-ს აქვს გოლი. 2.5-საც აქვს და 3.5-ს უკვე ნორმალური. ჩვენ აქ დავწერთ რომ 2.5-ზე მეტი და ვისაც სურს უფრო მეტიც შეუძლია დაწესოს. ხო, მე თქვენ მოიფიქრეთ უკვე რამდენს დაამატებთ. მაგას შეგვიძლია დავამატოთ ისიც რომ მაგ შეხვედრაში რაღაც არ წარმომიდგენია რომ ბევრი დარტყმა არ იყოს, ბევრი კარში დარტყმა. ეგ არ ვიცი გამოტანილი ფიზიკურად არა, ისე ზოგადად ვამბობ, როცა გამოიტანენ, მე მგონია რომ მანდ 8.5-ზე 9.5-ზე მეტი კარში დარტყმაც სასაღებია. აბსოლუტურად. სადაც გონია რომ ბევრი გოლი უნდა გავიდეს. გამოტანილი რო იყოს, ეხლა იდეაში მაგას შევწერთ. სამწუხაროდ ეხლა ჩვენი გადაცემის ფორმატი ამას არ ითვალისწინებს. რო გაითვალისწინებს, მე ამასაც რა თქმა უნდა შევეხებით ძალიან ხშირად. კი ბატონო. ჩემი პირველი და მთავარი რჩევა, რასაც აი მართლა ყველას ურჩევ რომ გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად წარმომიდგენია, შეიძლება აი ამ გადაცემის ისტორიაში რაც კი დამიწერია, ყველაზე მეტად ეს თამაში ჯერა რომ უნდა დაждდეს. ხო იცი ისე ახლა ხა რაც ყველაზე მეტად ჯერა ისარჯდება მაინც და მაინც, მაგრამ აი აქ არ ვიცი, სერბეთი ალბანეთია. ხელები ამიწევია. 11-ია შაბათს არის ეს თამაში, ასე რომ თავისუფლად მოვასწრებთ ყველაფრის დაწერას. ბარათების ტოტალი არ არის ჯერ გამოტანილი, მაგრამ გამოიტანენ და მახსოვს პირველ წრეში როცა ითამაშეს და იქ არ იყო ბარათები, მასა იყო მსაჯი და მაშინაც მეგონა რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო, 3 იყო სულ. მაშინ იყო 6.5-ზე მეც ქონდა კოეფიციენტი. ცხადია რომ ტოტალიზატორებმაც იციან რომ აქ ბარათები უნდა იყოს. ნუ პოლიტიკური მდგომარეობა, ის რომ სერბეთს და ალბანეთს ერთმანეთი ეზიზღებად, ამათ არც ახვედრებდნენ ერთმანეთს და ეხლა დაუშვეს ეგ და მოხვდნენ ერთ ჯგუფში. მეორე ფაქტორი ის რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლაა და მეორე ადგილი მოგეხსენებათ რომ არის საპლეიოფო და გამსვლელი მესამეზე გახვალ მეოთხეზე მეხუთეზე მნიშვნელობა არ აქვს და მეორე ადგილი იძლევა პლეიოფში თამაშის საშუალებას და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საშუალებას. ასე რომ ეს ორი გუნდი იგრძვის ამ მეორე ადგილისთვის, მეორე მესამეზე არიან და ამას თეთრ თანაბარი ძალის გუნდები არიან. ხო, ნუ შეიძლება სერბეთი შემოგელოთ უკეთესია, მაგრამ ალბანეთს ბოლო პერიოდში ისეთ შედეგებს აღწევს, რომ არაფრით თითქმის ნაკლებს. და ამას დავამატოთ ის, რომ იშტვან კოვაჩია, მსაჯი რუმინელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსაჯი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამ მსაჯში მე მომწონს ის, რომ სხვა ეგეთი პოპულარული მსაჯებისგან განსხვავებით არ ერიდება ბარათების ამოღება, ამას ცოტა სხვა სტილი აქვს მსაჯობის. ჩვენ მივაჩვიეთ იმას, რომ ხო არიან ანუ როგორც გუნდებში, გრანდები შედარებით საშუალო დონის გუნდები, მსაჯებიც ეგრე არიან, ხო? ანუ ტოპ მსაჯები ყავს UEFA-ს რამდენიმე, აი 5-6 ტოპ მსაჯი, რომელსაც ამსაჯებენ იქ მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვან შეხვედრებს, ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან შეხვედრებს. ამ ტოპ მსაჯებიდან ვინც არიან ყველაზე მაგარ თამაშზე მივლენილი, ხო? მარცინიაკი, ტურპენი და ასე შემდეგ, ვინც არიან ეგეთები. მაგათში ყველაზე არავინ ბარათს არ იღებს. ნუ არ იღებს ჭყალებში, მიხვდება მაყურებელი, რას ვლაპარაკობ. კოვაჩის გარდა. კოვაჩი არის ამ ტოპ მსაჯებში ლამის ერთადერთი ტიპი, რომელიც ბარათებს იღებს, როცა ამოსაღებია იღებს რა, არ ერიდება მაგამას. არ არის გასაკვირი რომ ეგეთი მაგარი მსაჯი დანიშნეს ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ პრინციპული დაპირისპირებაა და მე მგონია რომ აქ რა ტოტალიც არ უნდა გამოგვიტანონ ასაღებია. მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრაში 7-8 ბარათი მაინც იქნება. სერბეთი, ალბანეთი ბარათები ვინიც ის და 4.5-ზე, 5.5-ზე მეძეც კოეფიციენტი მოგცეს, მით უკეთესი ეგ დავწეროთ. კი ბატონო, მისაღებია. მე მაშინ ზუსტად მაგ ჯგუფში დავრჩები და აი ესენი არაფრისთვის იბრძვიან პრესტიჟისთვის. ლატვია ანდორაზეა საუბარი, თუმცა მათემატიკურად ლატვიასაც ჯერ კიდევ აქვს რაღაც შანსები. ლატვია ანდორა არის ორი სუსტი გუნდი და კაბაკოვი მსაჯი, ხო? ეხლა კაბაკოვი გიორგიმ რაც ჩამოთვალა ეხლა ის მსაჯები, რომლებიც იშვიათად იღებენ ბარათებს, კაბაკოვი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბარათით დარბის, უბრალოდ გამოიყენებს და ესე დარბის თავი. ხო და ხა ლატვია ანდორა, ხო? მეტი რა უნდა მოხდეს ამ შეხვედრაში, მგონია რომ აქაც საკმაოდ ბევრი ბარათი უნდა იყოს. ასე რომ ჩემი მეორე პროგნოზი იქნება ამავე ჯგუფიდან, ლატვია ანდორას დაპირისპირებაში ბევრი ბარათი. აქ მგონია რომ 4.5-დან უკვე კარგი კოეფიციენტი ექნება. კი, ექნება. წესით ექნება და თან ისიც ხო შეგვიძლია მაგ არგუმენტის გასამყარებლად ვთქვათ, რომ ანდორა საკმაოდ უხეში გუნდია. ძალიან. არც ლატვია აკლებს. ხო, მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე თამაშები, სადაც მარტო ანდორა აწევს იმ ტოტალს 5-6 ბარათს მარტო იღებს ხოლმე ანდორა, სულ აღარ ჭირდება მეორე გუნდი. ასე რომ მე მაგაში ორი ხელით გეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ეს სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ანდორა კარგი გადასაბმელია ერთმანეთს. ზუსტად ერთი ჯგუფიდან ერთ დროს, ერთ დღეს არის ორივე მატჩი.
ბატონიანო რა ცოტა ადრე სერბეთ ცოტა გვიან, ასე რომ მიაბით ისარგებლეთ. კარგი, მე ამ ნაკრებების თემას ცოტა გადავუხვევ. თუ არის საკლუბო ფეხბურთი არ არის ევროპაში, თორე სამხრეთ ამერიკაში არის, იმიტომ რომ სამხრეთ ამერიკის შესარჩევი დასრულდა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს შესარჩევი, იქ გაირკვა უკვე ყველაფერი. და ნაკრებები არ თამაშობენ, შესაბამისად ბრაზილიაში, არგენტინაში და სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში საკლუბო ფეხბურთი არის. და კარგია რომ არის, იმიტომ რომ არგენტინის ჩემპიონატში ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის უკვე პლეი-ოფში შემსვლელი გუნდების ვინაობა წყდება. და ერთი ეგეთი თამაში მინდა გირჩიოთ, Gimnasia La Plata, Talleres Córdoba, არის ეგეთი დაპირისპირება. ორივე საკმაოდ უხეში გუნდია და აქ თავარი ამბავი არის ის, რომ Gimnasias და Talleres არიან ერთმანეთის კონკურენტები, რომ თავიანთ ჯგუფში საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ. ეს იქნება გადამწყვეტი თამაში. Talleres-მა თუ წააგო, თითქმის შანსი აღარ რჩება, რომ 8-ში მოხვდეს. Gimnasias იქვე მე-9, მე-8 ადგილებზე ტრიალებს, ეს არის მე-10, 11, მაგრამ 3 ქულა არის სხვაობა, ასე რომ ორივესთვის ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა იმისთვის, რომ პლეი-ოფში მოხვდნენ და მსაჯი არის მარტინესი, რომელიც ხო არგენტინაში რამირესთან, ერერასთან, ერთად პერესთან, არგენტინაში ზოგადად არის 3 ძალიან ყველა ასე თუ ისე იღებს, მაგრამ 3-4 მსაჯი არის გამორჩეული. მათ შორის არიან რამირესი, ერერა, პერესი და მარტინესი. მარტინესი შეიძლება რამირესი მე ყველაზე უკეთესი იყოს. რამირესმა ერთხელ კი გვაწყენინა, მაგრამ ეგეთები ხდება ხოლმე. ასე რომ Gimnasia La Plata, Talleres-ი, აქაც ტოტალი ჯერჯერობით არ ვიცი რამდენი იქნება, მაგრამ აქაც მგონია რომ აი ნორმალური კოეფიციენტი რაც იქნება, იმაზე მეტი ყველა ვარიანტში უნდა წამოვიდეს. ჩვენიერი მიგნება არის გაითვალისწინეთ გიორგის ეს აზრი. ეხლა სულ რომ ბარათებზე არ ვისაუბროთ და სულ ერთ და იგივე არ წეროთ, მოდი მე ცოტა გადავუხვევ და ბუნდესლიგაში იქნება სახელბურთო ბუნდესლიგაში იქნება ტურის და შეიძლება ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება, ორი ლიდერი შეხვდება ერთმანეთს. მე უკვე გითხარით და არაერთხელ გამოვიყენე. Flensburg-ი ძალიან კარგი გუნდია თქო და აგე მარცხი არ აქვს Flensburg-ს ისე მიდის ჩემპიონატში, მაგრამ მეორე ადგილზე. ხდება სახლში კილს. ნუ კილი მოგეხსენება თუ არ იცით გეტყვით, რომ კილი არის ბუნდესლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ჩემპიონთა ლიგის არაერთ გზის გამარჯვებული. ხო და პირველზეა კილი, მეორეზეა Flensburg-ი. კარგი, გასაგებია, რომ ორივე ძლიერია. Flensburg-ი სახლში რადგან არის ისიც ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ისეთ ფავორიტად მიიჩნევა, რომ ცოტა დაუჯერებელია, რომ კილმა ვთქვათ 5 ბურთი რატომ უნდა წააგოს გასვლაზე. აქ შეიძლება მოუგოს კიდეც კილმა, შეიძლება ფრედ დასრულდეს, შეხვედრა, რაც იშვიათობა არ არის, მაგრამ კოეფიციენტი ძალიან მაღალი აქვს. ამიტომ მგონია, რომ ეს სუპერთასზე მაგალითად შეხვდა Fuchses და იქ დამატებით დრო გახდა საჭირო. ამიტომ აქაც მგონია, რომ ძალიან დაძაბული მატჩი იქნება, ბურთი-ბურთში წავლენ და არ მგონია, რომ კილი 5 არ მეტი ბურთით დამარცხდეს Flensburg-თან, თუნდაც გასვლით მატჩში. ეხლა გეტყვი რატო თulis ამ სტატისტიკას? თვლიან, იმიტომ რომ წინა წლებში მართლა ეგრე იყო რაღაც მიეწყო, რომ Flensburg-ი სულ უგებდა კილს და უგებდა სახლში დიდი სხვაობით. ანუ რაღაც აი როგორ გითხრა, მომენტები იქნებოდა ისეთი, რომ იმ მომენტში კილს ჰქონდა მნიშვნელოვანი მატჩი თქვა ჩემპიონთა ლიგაზე და ამას არ აქცევდა ყურადღებას, ან ჩემპიონატში ნაკლებად იყო საჭირო იქ გამარჯვებაზე ფიქრი. ანუ ისე აეწყო, რომ ის შეხვედრები Flensburg-მა ადულად მოუგო, მაგრამ იყო მატჩები, სადაც კილი სტუმრათაც უგებდა და სახლში ანადგურებდა. ეგრე არ არის. ჩემ ლიგაზე არ თამაშობს, არც ერთი არც მეორე. მთელი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ შემდეგ სეზონში. იქ არის ძლიერი მაგდებურგი, ძლიერი Fuchse, ამიტომ შესაბამისად აი ახლა უშუალო დაპირისპირებაში უნდა იყოს მაგარი ჯახი. მგონია, რომ კილი არ წააგებს 5 არ მეტი ბურთით გასვლაზე Flensburg-ში. შვენიერი. ცოტა რაღაც გავახალისოთ სხვა. კი ბატონო, მაშინ სხვა სპორტი რა ხან თქვი, მე არ ვიცი, აი ბოლოს გადავწყვეტ იმ სამ თამაშში ჩავწეროთ თუ არა, რაც ბოლოს გამოგვაქვს ხოლმე ტიტრებად ეს, მაგრამ ვიტყვი ორ თამაშს ვიტყვი და რომელს ჩავწერთ ბოლოს კი ნახოს მაყურებელი. რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ანუ ვისაც რა უნდა და რა მოეწონება, ის უნდა გაითვალისწინოს ან ეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენ საბოლოოდ რა შევწერთ, მაგას არ აქვს. რახან შენ გადაწყვეტი ხელბურთს, მოდი მე გადავწყვეტ ფრენბურთს, უბრალოდ აქ ტოტალი არ ვიცი შე კვირას არის ეს თამაში და რას გამოიტანენ არ ვიცი. უბრალოდ ანონსის სახითაც ვიტყვი, რომ იწყება თურქეთის ჩემპიონატი ფრენბურთში, თალთა შორის. ანა კალანდაძე საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტანი და საუკეთესო ქართველი ფრენბურთელი გადავიდა გალათასარაიდან არასკარგოში, ეგეთ გუნდში, რომელიც უმაღლესში თამაშობს და პირველივე ტურში ეს არასკარგო უპირისპირდება ფენერბახჩეს. ფენერბახჩე არის
ამ სეზონის წინ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი უნდა მოიგონოს, საოცრად გაძლიერდნენ, წაიყვანეს სოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი ალესია ორო, რომელიც არის იტალიის ნაკრების წევრი და გახდა ჯერ ერთა ლიგის და ბოლოს უკვე სოფლიოს ჩემპიონატის MVP, საუკეთესო ქალი ფრენბურთელია, დღეს შეიძლება ითქვას და მით უმეტეს საუკეთესო გამთამაშებელია. წაიყვანეს იქ ჰანდე ბალადინი, ასევე ერთ-ერთი საუკეთესო თურქი მოთამაშე, მანდარი მელისა ვარგასი და ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავს ფენერბახჩეს. მაგრამ გუშინ იყო სუპერთასი თურქეთის ჩემპიონატის ვაკიფ ბანკი ფენერბახჩე. ვაკიფ ბანკი ძალიან გაძლიერდა, ყველაფერს დავი დავანებოთ ბოშკოვიჩი გადაიყვანეს, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა ქალთა ფრენბურთში. და სასწაული თამაში გამოვიდა 2-0 უგებდა ფინალ სუპერთასს ვაკიფ ბანკი ფენერბახჩეს და დაუტრიალეს ამათმა 3-2 მოუგეს გადამწყვეტ სეტში 17-15 მოუგეს 18-6. ასე რომ დაიღალა კიდეც ეს ფენერბახჩე და იცი როგორი თამაშია გუშინ წინ იყო ეგ თამაში. ხო, ნუ ისე როცა გადაცემა გავა კი ბატონო გუშინ წინ გამოდის ბოდიში. ხო და როგორი თამაშია იცი ეს არასკარგო სახლშია, იზმირის გუნდია. ფენერბახჩეს მოუწევს იქ მზავრობა, ჩასვლა და ნუ პირველი ტურია, ფენერბახჩე მოიგებს ამ შეხვედრას ხეჭვი არ მიპარება, მაგრამ აქ სავარაუდოდ გამოიტანენ ძალიან დაბალ ტოტალს. ანუ ეს ტოტალი იქნება ან 130, ან 132. თუ ეგრე გამოიტანეს, მე ყველას ურჩევ რომ დაწერონ მეტობა. თუ ეხლა რატომღაც გამოიტანეს 170 ან რამე მსგავსი, მაშინ მოვერიდები, მაგრამ თუ გამოიტანეს 130, 132, შეიძლება სამ სეტში მოუგოს ფენერბახჩე, მაგრამ 120 და 115-საც ჩემი აზრით აცდებიან, იმიტომ რომ 1-2 სეტში მაინც ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ ამას არასკარგომაც ითამაშა უკვე პირველი თამაშები თურქეთის თასზე და საკმაოდ ძლიერ ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერ გუნდს მოუგეს 3-1 და კალანდაძე დაემატა კიდე 1-2 კარგი მოთამაშე მიიყვანეს და თლად ეგეთი 3-0-ების წამგები გუნდი არ იქნება ამ სეზონში. ამიტომ აქ თუ ეგეთი ტოტალი გამოიტანეს 130, 132, 115, მაშინ გირჩევთ რომ მეტობა დაწეროს. თუ არა და მაშინ შევეხები ერსტე დივიზიონს ჰოლანდიაში, სადაც არის კამბური, გრაფსხაპი, შაბათს და ნუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადახედოთ, ერთმანეთს უტანენ ძალიან ბევრს, ზოგადად ჰოლანდიის ქვედა დივიზიონი არის ზედაც და ქვედა მით უმეტეს გოლების. მე რამაგარია, მე მაგიტომ მიყვარს ეგ. ხო, ნუ გადის გიჟივით და კამბური და გრაფსხაპი ამ სეზონში გააქვთ, უშვებენ, ყველაფერს აკეთებენ, აქ ორივეს გატანაც მგონია. 2.5-ზე მეტიც მგონია და წეღავნახე და 1.45-ია კოეფიციენტი, 2.5-ზე მეტზე აქ ჰოლანდიაში 1.45 მშვენიერია. თუ იმეს არ გეყოთ ეს კოეფიციენტი, 3.5-ზე მეტს კი აქვს ორი კოეფიციენტი და 3.5-ზე მეტიც შეგიძლიათ. ასე რომ აი ეს ორი რჩევა მესამე. ვნახოთ ბოლოს რას დავწერთ. მაგრამ კამბური გრაფსხაპი ალბათ მაინც ამას დავწერთ, ახლა უკვე კოეფიციენტი არის გამოტანილი. ხო, დაწერე, მაგრამ მესამე. ხო, კამბური გრაფსხაპი და ეს არასკარგო ფენერი, როცა გამოიტანენ ტოტალს, მე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეგ ამბავი. სოჩოს ნიდერლანდები ახსენე და თამაშობს ნიდერლანდების ნაკრები. მალტას. უკვე გამოტანილია რაღაც კოეფიციენტები და ძალიან მომწონს და ხშირად ვსარგებლობ, გეტყვით რა პოზიციით. დენზელ დუმფრისის ზუსტი დარტყმა ან საგოლე პასი. მაღალი კოეფიციენტი აქვს ძალიან დააკვირდით და ეს კაცი არის მთავარი შემოქმედი ნიდერლანდების ნაკრების. სველია მარჯვენა, მაგრამ მერწმუნეთ რომ პასებს ისაკეთებს სულ და კარში მინიმუმ ორჯერ უტყავს და კოეფიციენტები როგორ არის მაღალია. ანუ მაგან გააგდო ბარსელონა წინა ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში ყველაფერი გაუკეთა რა შეიძლება და რა შეიძლება და ჰოლანდიის ნაკრებში მალტასთან რო კარში დაარტყასთან არაერთხელ საგოლე პასი გააკეთოს. ხო, იქ შეგიძლიათ მემფისის გოლიც დაწეროთ, იმიტომ რომ სხვა იქ უბრალოდ ცენტრ ფორვარდი ჯერ ყველა სტანდარტს ასრულებს დეპაი მათ შორის პენალტებს. ბომბარდირი არის ხო უკვე ისტორიაში გადაასწრა წელს. ვან პერსის გადაასწრა. ასე რომ ეგ საინტერესო მიგნებები არის და ცოცხლებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ ჩაწერე ეს კამბური? კი. მოჩა ეგ არის, ესე იგი ჩვენი სამი პოზიცია შემოგთავაზეთ. კიდევ ერთხელ დაგიანონსებთ, რომ ცოტა ხანში ალბათ დავამატებთ უკვე ისეთ გადაცემას, სადაც ცოცხლების ჩაწერა შეგვეძლება, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, მოთხოვნა არის ამისი და უფრო მეტი მრავალფეროვნება გვექნება, გავითვალისწინებთ კარში დარტყმებს, აუტებს, რაც გვიყვარს, ბარათებს და ინდივიდუალურ ფეხბურთელების ინდივიდუალურ შედეგებს. ეს მომავალში ჯერ კი ვისარგებლეთ ამით. კი ბატონო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შემდეგ კვირას შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. წარმატებები, კარგად.